საღამო მშვიდობის. მე მგონი ეზო საქმეები მორჩი. ქათმებიან ყველაფრიან გადაწაღლიანად. სარეცხიც დავფინე და უკვე მოსაღამოდა რა, რომ აი ქათმები იბუდებდნენ და დავეხმარე შეყარაში და დაბინავებაში. ასე, ეს სულ ესე მექნება, ხო იცით? ჰა? ხო. იქნებს სარეცხის მანქანაზე ქვაბი დავდგი. დროზე ამოდი არ შეგცივდეს. სადღაცა საბადო კი დამჭა. ხო. რა უაზრო დღეებია რა. ადექი მიეყუდე. ჩხილები. ახალ წლებში ჩხილებს ვუტირე ყოფა. რო იტყვიან მართლა ყოფა ვუტირე. ხო და ბარბარეს კიდე აქვს შილაკი. ეს უბრალო ის არის, ის გავიკეთო. ხო და მინდოდა რომ ფრჩხილები მქონოდა საახალწლოდ, მაგრამ ფრჩხილები კი არა ვერც დავიჭერი. ანუ ეს ამხელა რა უბედურობა. აი ზუსტად ესეთ შილაკი აქვს ბარბარეს, აი ესეთი. ეს ძალიან თხელი ეს ამინდა. სადღაცას კაისქელი ჩხილები. ხო და რადგან არაფერი ისეთ საქმე არ მაქვს, იქეღათ უკახო. იყოს ეს. რაღაცები დავაუთოვე და კიდე დამჭი რა თქმა უნდა და სულხოვები ვჩები ამას. მაგრამ იზარებოდა თორე კიდევაც დავაუთოვდი. იმიტომ რომ ჩემი საყვარელი რა რასაც ვუყურებ ის სერიალი არ დადეს. ხო და სერიალი უარ დადეს, ამიტომ შესაბამისად არც სურვილი მქონდა დაუთოვების. ხო და ეხლა თუ მოვიხასიათებ და დავაუთოვებ, ამითაც შევძლებ. ესა და ეს ერთი და იგივე ეს უბრალოდ ოთხკუთხედები და ეს მრგვალები. ეს შავები მეკეთა სხვათა შორის. კაი ხარისხია, ის არის მყარი არის. რაც შეეხება ჩემს თვალს, ცოტა უკეთეს მდგომარეობაში მაქვს. ეს მაქვს დაწითლებული და ქვემოთაც რო ვიყურები, დიდად ისეთი ის არ მაქვს რა. რა ქვია იმას? აღარა მაქვს, გუშინ ძალიან მქონდა და სულ მეცრებლებოდა ეხაც. წეღარა გავაკეთე, იცი? მეთქი ვიდეოსაც ჩავწერ თქო. ბლინები მინდოდა რომ გამომეწოს. წვეტიანი ფრჩხილები კიდე ჩემები არ არის ხალხო. ეს იკლიბება. მე მგონი უნდა იკლიბებოდეს. აბა ნახო. და აბა მანახო ჯერ ეს და მოვიყვებით. და იცი გუშინ ჩემი ფრჩხილები საკუთარი ძლივს მოვიკლიბე და ეხა ეს ინდონეზია სუნდი გავუშვა ხალხო რაღაცა რა ფეთქდეს. მოდი არ გვინდა ეს წვეტიანი ფრჩხილები. მინდოდა რომ იცი რა უნდა მინდოდა მეჭამა? ბლინის ცომზე ან თაფლი ან ურაბა რაღაცა ეგეთი და წამესვა და კი ეხლავე მე ხო ბლინჩიკების დედოფალი ვარ სამსახურში ხო ვაწყობ ხოლმე და ჩავასხი სამარხოვები რა ტვინმა მითხრა რომ შაქარი ვუყავი რა ტვინმა მითხრა არ ვიცი რა თუნდა ბლინჩიკის ცომს შაქარი
თქვენი აზრით გამოვიდოდა? რა თქმა უნდა არა. ცოტა კი გავაკეთებ არა, ცოტა ჩავას. ეს ძალიან ამიტომ მაგან რომ მოსგანა, აი მე რა გჭირს. მაგან რომ მოსგანა, აი ჩემი ხუთი მოდი ის გავიკეთოთ. აქ და ბანინო გავაგზავნე იმაში. მაღაზიაში რომ წადე მეთქი და ბებოს ლავაში მოიტანე. მე მგონი ეს ამ თითისა. ლელასთან არ იყო ტრადიციულად, კაცო. ეს რა არის? ფეხის ცერა თითისა არა, მხელა რა უბედურობა. ამიტომ ეხა ბებოს ლავაში ნახე შავებიცა. უყურე შენ ანუ ის რა ქვია მაგას დიზაინი. ეს ამისი აშკარად. ხო და ბებოს ლავაში მოვატანინე. და ბებოს ლავაში თაფლს ვერ ჩავდებდი, რა თუ მივარდება. მაგრამ აშკარად დიდია ქალო, ესეც ცერა თითისა, ფეხის. აი ესა, კი, ესა. კი ბატონი. ცერები ვიყო. ჩავდე მხალი. სუშივით, ზედ ბადრიჯანი დავადე. ეხლა ვაპირებდი რომ მოდი მეთქი მაიონეზიც მეთქი, მაგრამ მივხვდი რომ მაიონეზი აღარ გამოდიოდა. ცალკე. რატო თამაშობს? შუქი ჩემ თვალებს კიდე ეს უნდა, ეს როგორ უნდა აქედან თუ აქედან. არა, ეს ძალიან გრძელია. თარო ჩავალაგოთ არა, არაც არ მინდა. ხოდა ერთ სიტყვით კარგ გემრიელად მივირთვი. ცერები მაქვს. იცით რა პატარებია ზომაში, ანუ ზომით მაქვს, ესე იგი ცერა ორი თითით აქეთ. არა თითისა ვიპოვე. ხა აქეთ არა თითისა ვიპოვე. ვიპოვე. ანუ თვითონ ჩხილის დიამეტრი პატარა მაქვს, არა მაქვს დიდი. დედა ფაფა მიჭირავ ხელში. ანუ ცერა თითი და შუა თითი ტოლებია? არა მგონი რაღაცა ნუნებში გამერჭო ძალიან, არა. დიდია კუკუ. აბა ის ნახოთ, ეს ეგ არის. მე მგონი იმდენი რაღაცა გადავყარე, იქით გადავდე, რომ შუა თითის ისინი არ მაქვს ჩხილები. თუ ეს რო გავიკეთო. ხო ზუსტად ვიცი რომ ესენი უნდა წამტყდეს არა წავიძრო ჭურჭლის რეცხვისას. მაგრამ ჭურჭელი და რეცხილი მაქვს და მაგიტო ვედავ რა. ხო ეს წავა. ხო და მაგიტო რომ ვედავ იქნებ საღამომდე მქონდეს თქო. რომ ქალივით ვიყო. ყინვა არის არა ის დიდია. აშკარად ყინვა გარეთ ისევ. რო ის არის მანქანების ხმა მესმის, რომ როგორ ცურავენ. კაი ეს ნეკა. არა ქალორა ნეკა დიდია. ლაშაც იყო გასული და აი ეს არის ნეკის, მაგრამ შავია. გაზი ჩაასხა, გაზზე არის ჩვენი მანქანა ლაშაცი, ჩემი რა ვიცი, ჩემი რაღაცა. ჩაასხა გაზი. ხოდა ძლივს მოველიო, იმიტომ რომ უკვე კარგად იყო გაყინულიო, აი ეს თითები მაკლია. აუ, ეს რა კაი ზომა არის და სადაა მას მეორე?
ეს არის ტარაკ. ანუ იცი როგორია? მე არა მაქვს ეს ისავით ეს ნახეთ როგორი მოღუნული არის და ანუ ჩხილი ქუდივითაც რო ჩამოვაწვო უნდა დააწვი. ეს უეჭველი მომფრე. ამიტომ სხვა ვნახოთ. აი მე პატარა. რა არის ეს თითები არ მოყვა? ტყუილა ვიკეთებ ზუსტად ვიცი. კაი, ეს თქვა და ეს ამისი ვითო? აუ არ ვიცი. გეფიცებს სხვადასხვა ზომა უნდა იყოს და აი ეს არა თითისა, დავდოთ აქ. ეს კიდე არა თითისა. აშკარად აქეთ დავდოთ. ხო ვიპოვე, მაგრამ რაღაც ავკლია, არა აქ არის. რაღაც აკლია მეთქი და. აი იყოს ესა და ეს არა თითის. აჰა, მორჩა ძნელი იყო. 1-2-3-4 და რამდენიმე დამრჩა. ანუ ნეკებზე ვიკრავ შავებს, სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ვერ ვიპოვე ისი. უბრალოდ ვიპოვე, მაგრამ აი შავია. ეს და ხარატო ვერ ვიპოვე, მაინც რა არის. იცი რა მომენტია? საქმე რო გააქვს და მეტა შენაო შენ თავს რო ეკითხები, აი გამჭირს. ეხლა ფრჩხილებსაც აქვს წებოები, აი ეს წებოები, მაგრამ ფრჩხილების წებოებს რო ვიყენებ ხოლმე, გახსოვთ ქორწილში რო გავიკეთე და სანამ პატარძალი შემოვიდა წავიძრე ტაძარში. კი არ წავიძრე, წამძრა და მე ავდექი და წავიძრე, ხო. იმიტომ რომ ფრჩხილების წებოთი მქონდა დაკრული. და მე ცალკე გამოვიწერე ეს წებოები. წინაზე და არის უფრო მაგრები. ანუ იმანა ჩვენ არა ვქია. გამოცდილებამ რომ ეს წებოები უფრო მაგრებია. ამიტომ მოდი და დავიკრათ ეს. წევანდელ კომენტარებს გადავავლე თვალყური და გამიხარდა რომ ბევრ თქვენგანს აქვს იგივე მომენტები ბავშვობის აი ბავშვობაში რაღაცა ტრადიციების შემსწრე ყოფილან და ისინი რომ მოწონთ და როცემე პატივს არ აქვს მნიშვნელობა ის წარმართულია, ქრისტიანულია თუ რა არის ბავშვობასთან ასოცირდება და სხვა არაფერთან იქ დამთავრდა იქ. ხო და ის კომენტარი ვერ ვნახეთო, ბევრმა დაწერეთ და ერთმა უპასუხა, ნანამ უპასუხა. შენ დაწყნარდიო, შენ არ გილოცავენო. ხო და მალე მაინტერესებდა, აბა რა ხდებოდა, თუ გასცადქო პასუხი იმან და არის წაშლილი იყო და კომენტარის წაშლის უფლება მაქვს მე და თვითონ კომენტარის ავტორს. შესაბამისად დასკვნა გამოდის ისე, რომ თვითონ წაშალ. და რაღაცას რო წერთ ხოლმე, ვინც მსგავსი ტიპის რაღაცები გინდათ დაწეროთ. ან ბოლომდე მიაწექით, როცა წერთ. ბოლომდე ამოწურეთ თქვენი რაც ქვია, ცნობის მოყარეობა. დიდათ არ გაინტერესებთ რაღაცა, მაგრამ ხო წერთ. ამიტომ ვითომ გაინტერესებთ, ბოლომდე მიყევით ხოლმე მაგას და იყოს ნუღაშლით. იმიტომ რომ ხა როგორია მე ვიდეო დავდო, მე გადავიფიქრო წავშალო, დავდო, გავწავშალო, დავდო, წავშალო. იგივე მომენტია რა. ხო, კომენტარები ყველა დაშვებული, მაგრამ არც ერთი კომენტარი არ მოდის ჩემთან ჯერ განხილვაზე და მერე თქვენ უფრო შეიძლება პირველებ ვნახოთ კომენტარები ჩემს ვიდეოზე, ვიდრე მე. ძალიან არ დავიზიანებ ხა ფრჩხილებს ამის გამო. უბრალოდ
მეტი მოჭიდება რომ გქონდეს, მაგიტო უნდა მის მოისვა. მე მახსოვს, როდესაც ესე დილასაც ავთქვი დილანდელ ვიდეოში, რომ ყველიერი როცა იყო ხოლმე და ჭიაკოკულობას რო ვანთებდით, რამდენიმე ოჯახი ერთად. მაგის მერე ბაბუ გაგვშვებდა ხოლმე და უნდა მოგვეტანა მაყulis არა, ასკილის ეკალი და ხო არ არის ქრისტიანული რასისულელია, მაგრამ აი თუნდაც ეგ ასკილის ეკალიზე წასვლის რა სიტუაცია მომწოდა ხოლმე ძალიან. და ისა ყველა ოთახის კარებთან გარედან უკეთებდნენ, რომ ვითომ ბოროტი ძალა არ შევიდეს ოჯახში. ხო ხარ რასისულელია. ასკილი დაიჭერს იმას და ასკილის ეკალი შეერჯობა. მაგრამ დიდად მაშინ არც ვიცოდი რას ვაკეთებდი. მერე და მერე გავიგი აზრი. მაგრამ ჩემთვის სრულიად არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, თავარი იყო რას ვაკეთებდი, ის მომწონდა. ეხლა რომ შემოხვალთ ჩემს ოჯახში და დამერწმუნეთ ასკილს ტოტს ვერ ანახავთ. და ყველიერი ისე ჩავა, რომ ერთხელ არ მომივაზრათ, რომ ასკილის ტოტი გავუკეთო, მაგრამ მაშინ კაი იყო, მომწონდა ეგ. მე თვითონ უკეთებდი და ურჭობდი ყველა კარებში. მე მგონი მოუჩი. ეს აქ ჩავდოთ, დაგჭირდება. ყველა ფჩხილი მივიქნებესავით. ამოვიღოთ ერთი წელი. დანარჩენები არ გვინდა. და ყოველთვის იწყებ ხოლმე რომელიდან? მე შემოვიდა და იყოს გავაკეთე. როგორ უჭირო? დასვი, მანდ იყოს ცოტა ხანი და გავაკეთებ. ჯერ მასვირი ვიკრავ ხოლმე მარცხენას. არა, მარჯვენას დავიკრავ, რომ მე მარჯვენათი სუნი მაქვს ხელებზე იმ ქლიბის. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს ის სერიალი დაიდებოდა. მაგრამ ეთყობა მაგათვისაც ახალი წელი. ასე ვიღებ. აი ესეთი პაჭაჭინა აი, ნახეთ როგორ რაღაცა. აი ესე დავიდებ. აქ უკვე, არ ვიცი, აი ესე მილაგია ფრჩხილები. რომლისა. მე ამას ორმაგის კოჩივით არის რა. მოვიძრობ და ეცდები რომ გაიგდებინო და დამთავრდა. მორჩა, სიგრძეც არა აქვს გრძელი რომ შემიშალოს, ხე ნახეთ. უბრალოდ ქალივით ავგრძნობ თავს, ესე არა მაქვს. თუმცა დიდი ფრჩხილები მქონდა. მაგრამ ეხლა წავიწყვიტე სამზადისის დროს რა. ვაიმე, აგერია გოგო. ეს ამისია? დავიჯერო? მოიცადე. არა ქალი. ამისია? აი ეს უფრო. ის შუათითისა. აი მე მეტკინა. მიჭერს. ფრჩხილობა მომიჭირა. აი მე აწერია ნომრები ქალო. 7-იო, 7 თითი არა. 6-იო. სიდიდის მიხედვით. ეს 6-ია თუ 9? 5. ბაჭი ხო. ეგაც არის, ეგ მომძრება თქვენ კარგად იყავით რა, მაგის მეტ დარდი არ გქონდეთ.
პირველად რო გავიკეთე ესეთი ისინი. მაგდღორე დღეს აღმოვაჩინე რომ ბაკი იყო გასახეხი, არის დიდი ბაკი. ხო და შიგ ჩავჭიქი ბაკში და გავხეხე ფრჩხილებით, ის ფრჩხილები აქ აქვს პირველი გამოწერილი თემუზე. ხო და ხახლო ბაკი ისე გავხეხე, ფრჩხილი არ მომძრომია. არც ხელთათმანები მეკეთა, არც არაფერი. სამაგერად ქორწილში წამძვრა. ასე იგი, ხო, ესე ადვილად ვიწებებ ახლა ამებს. და ეხლა მე რო სადმე მივდიოდე და მქონდეს 1 საათი დრო, ვერ დავიკრავდი. გონია რომ გვიანდება ფაცაფუცით, ჰაი ჰუი და ისე მოახოვე წასვლის დრო რომ მივდივარ გავუქლივავი 11-ია წერია, უბრალოდ დანუბრილი იქნება. ნუ რა ვიცი. დიდად ვუირა მაგარია მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ 1 საათი გაკაჩავს. ეს შავი. როგორ იციან ხოლმე ესე შილაკის ფოტოებს რო იღები. ცუდი არ არის. ნახოთ. ხვალ გეტყვით მექნება თუ არა ისე. ეს ჩამოწეთ. აი, ეხლა დაგვერხა. იმიტომ რომ ჩხილებიანი ხელით უნდა ვიმუშაოთ. გაყვილებით. და ყველაზე მაგარი ისე რომ არც კვილი გაქვს კარგი და არც ფჩხილი. ეს იმუხტება და გეკრობა ხელზე. ხა იქ ყრილი და დიდად არ იტყო. აი დედა, რა კაი საჭმელი რო არა გასაკეთებელი. მე მგონი ხვალეც ანზეგაც გამიქაჩავს საჭმელი. კი, თავისუფლად. 1 ნომერი, 4 ნომერი. არა, 4 ნომრებია. დამიმთხვევია. აბა, სხვა რა მიგეთია. ეს არის 7, ეს არის 2. არა, 2-ია. აბა, ეხლა მაინტერესებს. რამდენად თვალის ზომით ნომრები ანუ რაც აქ მიგეთია, იქაც ეს უნდა მეკეთოს. წესად მაქვს რომ საჩვენებელზე ვიკეთებ ხოლმე ბოლოს. ვინც ახლა მიყურებ და მე გულში გაიფიქრებ ნეტა მეტი საქმე არა გაქვს, ხო ერთი არ აქცდეთ. აბა არა მაქვს, მამის დრო მაქვს, მაგრამ გაქვს. ნეტა თქვენ რა. ეხლა დავიკრავ და ნომრები მე ვნახოთ, რამდენად ეს ამას ემთხვევა. დარჩა ძალიან პაწაწინა აი აქ და აქაც ერთი პაწაწინა დარჩა. ვა, ფჩხილი დავაძრე. ესე იგი მყარათაა დაკრული, ეს არ უნდა დაგეკრა გოგო. დღეს წყნარი ამინდი იყო, დადნა რამე უმეთოული. დიდად ბევრი ვერ დაადნა, იმიტომ რომ გამყინვარება იყო. მაინც ყინავდა. ნახოთ, 11, 5, 6. აქ, ანუ არა და ერთნაირებია. და იცი ხა ესე ვნახავ, იმიტომ რომ უხერხულად ავწი ახლა დიდი. 4, 4, 6, 5. აი, აქეთ მაქვს აი ესენი 5-ები და აქეთ მაქვს 6-ები. ეს უნდა აქეთ იყოს და ეს აქეთ.
და აქ კიდე ნუ ხო რა აი ესეთი შეფიშალე ეგ არის და ეგ არა რაცა ეგ არის ეს ნეკებიც რო ყოფილიყო ესეთები გაიქნებოდა აი ეს ფრჩხილი შემიძლია გამოვიყენო ამ ზომის ფრჩხილი საკუთარი ფრჩხილი შემიძლია არ დავიჭრა და გამოვიყენო იმიტომ რომ არ არის მაინდა-მაინც ჰოი მიჩვევადია ყველაფერი ეს იყოს წავედი ხარხნო ხვალე ნახავთ ალბათ მომძვრა თუ დამრჩა შემრჩა თუ არ შედგა მე როგორ დაყამდა საერთოდ დავიცინოთ ხო გეუბნებით ადგა თენებული არ არის ჩაცმული არ ხავ ისე ვაწვევი შეცივდა წავედი ხო ჩემი ხალათი გაშრა როგორც იქნა გაშრე ხა წავადეგები ფეჩთან კიდია და გავშევწრები და ჩავიცვე ჩაი მინდა მაგრამ ეზარება თუ რომელიმე გააკეთებს თხოვნით მივმართავ თუ რომელიმე გააკეთებს კაი ბავშვი იქნები ზოგადად ეხლა რაღაცას რო თხოვ ხოლმე არც ერთს არ ეზარება მაგრამ სანამ ბარბარე ადგება ხოლმე ნინოს უკვე გამზადებული აქვს წავედი ხახ მომავალ შეხვედრამდე იმას რო აკეთებენ ხოლმე ხო იცი ეს რაღაცას რო აიღებენ არ ვიცი ესე ასე MR ჭამა უნდა დავიწყო ეგაში წავედი სანამ კიდე უაზრობებს ვიტყვი ხვალამდე პირობა ხო შევასრულე მეორე ვიდეო დავდე ოღონდისა გამიჭირდა დაწყება გამიჭირდა გეუბნებით მე ცოტა შებოლაწუნება მამაოსავით მინდა მეშველება ხვალამდე კარგად